თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. საბჭოთა კავშირის ქართული წარმოშობის ბელადის იოსებ სტალინის შესახებ საზოგადოებაში არაერთი მცდარი მითი და ლეგენდა არსებობს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის დაზვერვის სამსახურები შეგნებულად ავრცელებდნენ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალებიდან და საბჭოთა კავშირის დაშლიდან უკვე 10 წლეულები გავიდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის ის კვლავ საკულტო ლიდერია და მას ბევრ დამსახურებას მიაწერენ. საზოგადოებაში მის შესახებ ბევრი მითია გავრცელებული. წარმოგიდგენთ მითების ტოპ 10-ს სტალინის შესახებ, რომლებიც ხალხს დღემდე სჯერა. პირველი, მეორე მსოფლიო ომი მხოლოდ სტალინმა მოიგო. ამაზე ხშირად მისაუბრია ამავე გადაცემებში ტყუილია მეგობრებო. მეორე მსოფლიო ომი მოიგო მაშინდელი მსოფლიოს ნახევარმა. ცხადია, პირველ რიგში საბჭოთა კავშირი, ინგლისი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე ის ანტიჰიტლერული კოალიცია, რომელშიც უამრავი ქვეყანა შედიოდა, რომლის ჩამოთვლა ახლა შორს აგვიყვანს, ასე რომ ომი მხოლოდ სტალინმა მოიგო, მინიმუმ უხერხულია. მეორე, ადამიანთა მასობრივი დახვრეტის შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა. დადასტურებულია ყველა ქვეყნის არქივებში, რომ პირადად სტალინი ეცნობოდა დახვრეტილთა სიას, მეტიც ხშირად ამატებდა ამ სიაში თავის კანდიდატურასაც. მესამე, წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და მასში სტალინს ბრალი არ მიუძღვის. ტყუილია მიუძღვის. საკუთარ სამშობლოზე მან გაილაშქრა პირველმა ორჯონიკიძესთან, მახარაძესთან და სხვა სამშობლოს მოღალატეებთან ერთად. სტალინი რელიგიური ადამიანი იყო. ხო, აბარა, რელიგიური იყო და მღვდლებს ხრებდა და ეკლესიებს ანგრევდა. მეხუთე, სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე. კი ვიცით, როგორი ნაღმები დაუტოვა საქართველოს ოსეთ-აფხაზეთის სახით. მეექვსე, სტალინი ბრწყინვალე მმართველი იყო. ჩვეულებრივი დიქტატორი იყო. ყველა დიქტატორი ასე მართავდა, შიშით და სისხლით. მეშვიდე, სტალინი კარგი ქართველი იყო, უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები. რომელი ტრადიციები? რუსი ვარო ყველგან იძახდა. ეს იყო ქართული ტრადიცია, საკუთარი წარმომავლობასო დამალავ. მერვე, სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა. მისი ფუფუნებისათვის თუნდაც ერთი დღე რომ გაეთია სადმე, სპეციალური კურორტები შენდებოდა. იხილეთ მისი აგარაკები და მიხვდებით, როგორ არ აინტერესებდა სიმდიდრე. მეცხრე, სტალინს 20,000-მდე წიგნი ჰქონდა წაკითხული. ნუ თუ აცნობიერებთ დღეში რამდენი წიგნი უნდა წაეკითხა სტალინს კრემლში, სხვა რომ არაფერი ეკეთებინა, დღეც და ღამეც, სრული აბსურდი და სასაცილო მითი. მეათე, სტალინის ძეგლი ახლაც დგას ევროპის ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე. ტყუილია, სტალინის ძეგლი არ დგას არსად ევროპის არც ერთ მოედანზე. მოკლედ მეგობრებო, თუიმე დაგიწყებთ სტალინის რომანტიზებას, იცოდეთ რომ საუბარია ერთ ნამდვილად ნიჭიერ ქართველზე, რომელმაც მისი ნიჭი ადამიანების ხოცვა ჟლეტასა და საკუთარი სამშობლოს განადგურებას მოახმარა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.